Almebit ვირფასო სვენელებო მაყურებლებო ხო თითქმის ტკილაზე მეტი აქ მქონდა არ ვიყავი ინტერნეტში უბრალოდ რადგან ის ერთი ხშირი შემთხვევა რომ როდესაც მე ერთიანული ინტერნეტს ვხდობ მე მიგჩვენია ვიყიდო ერთკვირიანი და ჩავთო თვეში ორჯერ ერთკვირიანი ინტერნეტი იმიტომ რომ საშუალება არ მაქვს ინტერნეტი ჩათს არა მე მაქვს ბევრი გადასათარგმნი და როდესაც ინტერნეტი ჩართულია მე ვერ ვახერხებ იმიტომ რომ მინდა ჩაწერა სულ ახალი ამბების და იმის გარდა ეგით ხომ და გადავთარგმნო ეს მეც მაინტერესებს ბლავატსკაიას ნაშრომი ძალიან მინდა თქვენ რას მასალები ანუ ერთის კანონით გაიცნოთ მაგრამ მე ახლა რა მოვიფიქრე რადგან მე მხედველობა თუდი მაქვს და ჩემნაწერს ვერ ვკითხულობ გადავწყვიტე წერით ფორმაში გადმომეცა ბლავატსკაიას ნაშრომი და ერთის კანონი ну ერთის კანონი დიდი არა პატარა ზოგი ძალიან პატარა თავებია სეანსები უფრო სწორად და ბლავატსკაიას ნაშრომი მე ხა ვამსადებ ბლავატსკაიას ნაშრომს წერით ფორმაში ხო წერ ნოუთ ბლოკნოტში ტელეფონში და იქიდან შემდეგ გაჩავ და ვიდეოს ვქნი და შემდეგ ტვირთავ და მე ხლა დავიწყე ის ატვირთული მაქვს დავიწყე სტანცი პირველიდან 10 და 10 უფრო საინტერესო ხდება უბრალოდ თავიდან ჩემთვისაც იცით რა როდესაც რამე ახალს ეცნობით თავიდან გონია რომ ყველაფერი რთულია მაგრამ მერე და მერე უფრო საინტერესო ხდება სხვათა შორის ბლავატსკაიას ნაშრომი ეს მომავალში მე მაქვს დაგეგმილი იზიდას გადათარგმნაც ხო მაგრამ ჯერ ნახოთ ეს 3 ტომზე მეტი მგონი 5 წიგნია ეს ბლავატსკაიას ნაშრომი საიდუმლო დოქტრინა და სხვათა შორის ამ საიდუმლო დოქტრინაში ბევრჯერა ნახსენები ერთის კანონი დიახ და რაც ბორეის წიგნში მე გავიცანი ის ინფორმაციაც ჩადებული ოღონდ არ ვიცი ნუ ბორევი კონდაქტორი იყო და ბლავატსკაიას საიდან მოხდა ეს ინფორმაცია არ ვიცი ალბათ მაგიც ნათელხებელი იყო ალბათ რადგან მან შეძლო ამდენი ის შეკრიბა ამდენი ინფორმაცია და მე დავიწყე წერით ფორმაში წასაკითხად ატვირთული სტანციდან პირველი სტანციდან ოღონდ მოკლე სტანცებიდან კი არა უკვე ახსნა განმარტება რომ მიდის სტანცების ხო თავიდან არ ვისამ 10 და 10 ისედაც გაიგებ თქვენ თუ გაინტერესებთ მე ზუსტად სტანცი პირველიდან ვცლად რომ ხსნის ყველაფერს იქიდან დავიწყე მაგრამ ჯერ არ მისულა ნახევარი მაქვს ჩაწერილი ამიტომ ჯერ თავ შევიკავებ მინდა ეს და შევაგროვო ის 5 სეანსი ერთის კანონისა მე მქონდა მომზადებული და უბრალოდ ვიდეოზე გადმოვიტანე და ამიტომ ავტურთე ერთი მეორის მიყოლებით და თან კი მე ერთის ოთახში ვარ მაგრამ მაინც ხომ დასალაგებელია და მე ერთიანად დავაგება ოთახის არ შემიძლია გადახლა არ შემიძლია აქეთ სარეცხებს ლისრეთხავ ჩემსაც ბევრი რამ სარეცხი მაგრამ ახლა მაინც გროვდება მტვერდება მტვერი ხო ყოველთვისა თან წამოგიდგენია და ერთი კვირა წვიდავდი ახლა ბოდიში ამ წურმანის რო გიყვებით არა მე გეუბნებით რომ ზოგი იყოს ამარტო ხელა ქალი ერთის ოთახში ამდენი რავს გასაკეთებელი არა და გასაკეთებლის ნიდრას სიროს მან გააშავა კედლები და ის და ამას წვიდა თან მე ხომ არ შემიძლია მთელი დღე დაუთრო ხელი ასაწყენად გასახეხი და ამიტომ ნაწილ ვაკეთებ ყველაფერს ხო და თან წერ ამას თან თარგმნ წერა ჯერ შევაჩერე რაც მაქვს დაწერილი იმის ისმი დააწვირთვა გადათარგმნილი რაც მაქვს ხო წასაკეთ ფორმაში მინდა თან ერთის კანონით რუსულად არა მაქვს დაწერილი ბევრი მაგრამ საკმარისად მაქვს ერთი მე მგონია 20 მეტი იქნება სეანსები ხო ასე რომ მხოლოდ ახლა ვაპირებ მათი გადათარგმნას და ტელეფონის ნოუთბუქზე
ჩვენ ახლაც რომ შემდეგ იქიდან გადავწყვეტო. ასე რომ ვინც ისაც გახესიარეთ არ ამწყარებში, არამე არ წხის. საერთოდ არ მომდის ამაზე გული, მეც მასე ვიტყოდი, მაგრამ მე უბრალოდ ვცდილობ აგიხსნა სიტუაცია. ახლა რაც შეეხება ვისაც გაინტერესებთ, ვისაც გულის შეკრიბა ჩემ კატარაქტაზე თვალის, რაღაც საინფექციო პრობლემები მქონია მე, ხო და მაპატია და ასე ვიცი აბა ხომ არ მითი პრობლემებს არ უნდა ჩაუხმობდე თუ არის შესაძლებლობა და საკუთრია ახლა ქვის გული არ გაქვთ, კიდის გული რომ არ შეგეხოთ, მაგრამ ასე მიადგილდება. საერთოდ ხასიათი და ასეთი ადამიანი ვარ, ყველაფერი გადამაქვს წითელი და ხუმრობით. მე გულთან რომ მქონდა, იმიტომ დავკარგი ჯანმრთელობა, იმიტომ დავემართა დიაბეტი, იმუნური სისტემა თუ დამცავდა. კაი, დავაგებოთ ჯანმრთელობის პრობლემებზე, უბრალოდ გეტყვით, ვისაც კატარაქტის ამბავი გაინტერესებთ, მე ინფექცია თვალში მეყარა, უბრალოდ იმედი არა. ბევრმა არ იცით, რომ ადამიანს ყველანაირი ვირუსები და ბაქტერიები გააჩნია. ყველანაირი ავადმყოფობის აღმსვენებელი ვირუსი და ბაქტერია. ყველა ადამიანს გააჩნია. არავინ არ თქვას, რომ თქვენ არ გაქვთ ეს ანის ვირუსი, ეს ანის ბაქტერია. დაავადების აღმსვნებელი ბაქტერია და ვირუსები და ჭხილები და ასე შემდეგ ყველა ადამიანს გააჩნია. უბრალოდ, როდესაც იმუნური სისტემა სლაბდება, მაშინ გადმოდიან ისინი შეტევაზე. თუ ჯაჭვის რომელ ადგილას გასხდა ის რგოლი. ხო, იმის მიხედვით. ხო და მე ხომ იმუნური სისტემა დასლაბებული მაქვს, თან მამაჩემს ეხმარებოდი თხილის გაწმენდას, რომ ტვერში ყოფნა თან იქანი წვიმის წყლით ვიბანდით, რათა მეორე სად არის, სადაც ჩვენ იქ ვიყავით, ეკრანის წყალი არ იყო, თუ ჭიდან გამოკაჩავდი რამეს და მე ვაბრალი ამას და მქონია ყველა ადამიანს აქვს კლეშ. ქართულად არ ვიცი რა ქვია, ჭიას უძახიან, მაგრამ ჭია არა მაგ ისეთი კლეშ. ისეთი მიკროსკოპულად პატარებია ეს სახეზე, ყველა სახეზე, ამიტომ არ მეყვარს კოცნა ადამიანის. ერთი დნმ-ის ის ნაწილაკი რჩება ლოყაზე. და მე კიდევ არა კულტურა ადამიანს აკოცო, მით უმეტეს ზაფხულს. მით უმეტეს მაპატიეთ ახლა რომ შევტოპე შორს საუბარში, მაგრამ ქალები რომ ზაფხულში ეტონა გრიმს ისმევთ სახეზე. თქვენ რა გონიათ, თქვენი კანიშის კარგია, თქვენ აძლევთ თქვენ ვირუსებს და ბაქტერიებს, რომლებიც ცხოვრობენ ამ კლეშებს კანის ზედაპირზე, გამრავლების საშუალებას. დიახ, უბრალოდ მე ფიტოთერაპიის მომხრევა, კიტრი, სპირტზე დაყენებული, პერეკისი ხაშლაოდვათი ვიწმიდა სახეს, კიტრის სპირტზე ნაყენით ვიწმიდა სახეს, კიტრი და მე ხან ნემსეს ხან იმას ხან თვალის ნაღრევს მრავალძარღვის თესლს ვაყენებდი, იმით ვიწვეთავდი იზოტონიკურ ხსნარში ჯერ სტერილიზაციას ვუკეთებდი, ეს ყველაფერი ამას ვაკეთებდი. მეზობელიც კი მოვარჩინე, ჩიქვანი კონექტივი და სათნო წასულიყო, ხალი გაჭირებული იყო, მაპატიეთ წიწკიანის ბოდიში ჩირკით ქონდა სავსე თვალები და მე მოვარჩინე მრავალძარღვით კიდევ რაღაც ჩაი და სტერილიზაცია გავუკეთე. ამას 2 დღეს მეტი არ ძღებს. ასე ვაკეთებდი ჩვენთვისაც. იზოტონიკურ ხსნარს, მაგრამ ხსნარზე მე ადრე ლინზებს ვატარებდი, კონტაქტურ ლინზებს და ხოლმე როდესაც ათეკებში იზოტონიკური ხსნარი არ იყო, მე ჩითო ვამზადებდი იზოტონიკურ ხსნარს. დიახ, იზოტონიკურ ხსნარის გემოვით და იმის ოღონდ სტერილიზაცია უნდა გაუკეთეს, პიპეტკასაც, ფლაკონსაც, შენ თავიდან უნდა დადგა, ეს ფლაკონი სტერილიზაცია უნდა გაუკეთო, ფლაკონ სტერილიზაციის შემდეგ ხსნარს. ხო, ამას მე ახლა ბევრი სადამას ყურადღებას მიაქცი და ამიტომ ჩემ თავს უყურებდი მე. ჩემ თავს მე თვითონ ხედავდი რა, ხარშვილი მე არ მაწუხებდა. ხო და როდესაც დამისხლავდა იმუნური სისტემა, ისე დიდი ხანია, ივან იცის ქავერი სახეზე, როდესაც გეკავებათ, ეს ყოველთვის ალერგია არ არის. ან ქუთუთრებზე გარედან გეკავებათ, ეს ალერგია არ არის. მე ალერგია მეგონა იმ წყალს, წვიმიან წყალზე, ხო და წვიმის წყალს უფრო სწორედ. ამიტომ პროფილაქტიკის მიზნით ბოლო დროს მე დავიწყეთ, აბა აქ ჯვრი ღირს, აფხაზეთში აპიკები ღირს, შავი საპონი. დიქტატურული მილვა. მაგით ვიბანდით თავ და ტანს. ხო. ახლა ვიყიდე 3 და 34 აფთიაქში რომ დამჭირდა იქ ადამიანში.
იმ სახეს მithვიბა. შემდეგ ვაკეთებ პროცედურებს თვალის კალენდულას პეტიან ნაყენით ვიწვინავ იმ ფოლიკულებს სახესაც მარილიანი წყალით წამალი ალოე ახლა 6 თავი წამალი გამომიწერა ექიმა 120 ლარი ფასდაკრებით მე მეკუთვნის როგორც მეორე ჯგუფის პენსიონერს მაგრამ მე ხოლო 3 თავი ვიყიდე ახლა ინტერნეტი იმიტომ ჩავთი ინტერნეტი ჩათვა ინტერნეტი ჩავთი ახლა მე რასაც მოვასწრე იმას ავტვირთავ ხო იგი ახალი ამბებიცა გამოსული ძალიან მინდა ესეც ავტვირთო ხო და რაც გეუბნებოდით ხო ამიტომ და მე თვითონ შემიძლია ეს იგივე ევკალიპტის ნაყენით ჩაი მარილიანი იმით გაიწვიდო მოწმინდო თავად დრო უნდა ამას ყველაფერს მოცილებას და მითხრეს იმკურნალიო თქვენ ახლა უნდა უმკურნალობას თქვენ ახლა კი არა მეტის და შემდეგ ისე წამწების ანალიზი უნდა ჩააბარო ეს ძვირი არ ყავს თუ თქვენ არ ეხს ხო წამწების ანალიზის ჩაბარება და შემდეგ მოდიო მიხეს მაგრამ მე მგონი ივლისში არ გავიკეთებ იმიტომ ივლისში სიცხეები იქნება და ოპერაციო თვალში უფრო რო ჩამივარდეს იგიც ინფექციის შემტანია ხო დათესვები მეორე ანალიზი ჩავაბარე ის 7 დღეანია დათესვას აკეთებენ იქ იურიანია წამწლარებს ხო და იგიც აღმომიშთა რაღაცა უფრო მცირე ზომით ამიტომ ნუ ამას ვამბობ მე ეს იცვიდა ბაქტერიები ყველას აქვს მაგრამ ახლა რადგან ოპერაციის შემდეგ ინფექცია საერთოდ ვიცი აკიდება ინფექციის მე კბილები რომ დავიძრე ორჯერ კინაღამ ნუ სეპსისის ნიშნები მქონდა სისხლის მოწამვლის და გადავრჩი ხო და ამიტომ ვამბობ რომ უნდა ყველაფერს მოგონა შემოდგომამდე არ მომდეს ოპერაციის გაკეთება თან თვალებს ჯერ დეზინფექციას უნდა გავუკეთო ავით არ დამრავდები მითხა ექიმა მაგრამ მე რომ მე ვამხედველობა ესა უბრალოდ თუმცა იმედია მე ვიფიქრე შაქარმა დაამიკარგა მეცი ახლა ინტერნეტში შევედი მაპატიეთ ხა ცოტა შესაძლოა ვაკეთებ ჩემ თავს ვლაპარაკო და ეს მიოპიური საერთოდ კატარაქტა ხელოვნური ხრუსტალი ის არა აქვს უნარი ახლდან გადახოც რამე ამიტომ მე ალბათ კი არა ექიმაც მითხრა მინუსები დაგეყრებაო მაგრამ შეიძლება ხა მე იმ დონემდე არ დამეყაროს მაგრამ რაც კატარაქტამდე თქონდა იქამდე რომ დაბრუნდეს ამითაც ყვაყოფილი ვარ დიახ შენი რაც ხედავდი ჩვენი როგორ ახლა ადამიანის შორიდან ერთ 100 მეტრზე ვამჩნევდი იმ სათვალეებით თორემ მარცხნა თვალში ყოველთვის მაგდა მე მეტი თუნდა არ შეიძლება ძალიან დიდი განსხვავების ლინზას გაკეთება სათვალეში ყობა შეიძლება იყოს დიდი და ამიტომ ცოტა მეც დავშვიდი თავიდან მე შოქში ჩავარდი მაგრამ ერთხელ იმედი მომეცა რომ იმედი იმისა რომ არ დაბრმავდები რადგან თუ აქამდე არ დაბრმავდი ხო ახლა რაც შეეხება ხოთაშურის ვისაც ვინც არა თანამედროვე კი არა ვისაც ჩემი კარგი გიხარიათ ну рассекроле ახლა просто გაინტერესებს ჩემი კარგი გეტყვით კარგ ამბავსაც მე დიეტაზე დავდექი ახლა ხომ შემოვიდა გაიაფთა ყველაფერი იაფთება და შაქარი უნდა დავიგდო მეტი ხო თქვი ხო და კიც გამომდის კამფეტებზე საწუთი კამფეტსაც არ ყიდულობ უკვე შაქარი და ახალ ცდილობ ჭამო ეს კი პამიდორი დასტე რაღაცები მაგრა და შედელი ბარდა მქონდა ხმელი ბარდისკედი 2 დღე ჭამდი ამას გაკეთებული და 172-მდე დავიგდი შაქარი არა დავატარებდი 400-მდე აქ და ცოტა უზმოზე ხო და ისე მიხარია არც წამლის შეცვლა მომიტევს არც დოზის დალევა მაგრამ როგორც კი შევჭამ კარტოფილს ცხად არ უნდა ჭამო კარტოფილს ან ჭადები დავაცხვე ამით 200 გადასცილდა მაგრამ მაინც ჩემთვის ეს მიღწევა რატომ და ვატარებდი 300 რაღაც 380 350 ყოფილა 400-მდე 400 გადაცილებია ხო და ამიტომ ძალიან მიხარია რომ მე როგორც იქნა მარი თქვი საერთოდ ეს მაკარონებიც მაკარონსაც რო შევჭამ ცდილობ მაკარონი არ ჭამ ახლა პულსაც მე ვაძულებ საერთოდ აქცილობ ახალი პური არ ჭამ და ხომი ახლა დავკი პატარა ხომი და იმასაც გავაცივებ და ისე შევჭამ ხო ну ახლა კლარისე კიდე არა ახლა ზამთარ შაბარას შეჭამ ხო ასე თუ ისე შევეცდები ახლა შევინახოს ლიკები რა შეინახავ ახლა მე რომ ეს უმქონდეს მე პატარა საფურთხე ვაკეთებდი ბარდას მოვიყვანდი ბარდა იცით
სხვათა შორის ბარდა ზამთარში ხარობს. დიახ, ოღონდ უნდა მოასწროს ამოსვლა, სანამ დათოვს, მოყინავს. მე ყინვა მაგას ხელს არ უშლის. ამიტომ ამბობ, მე რო პატარა ბოსტანი მქონდეს, ბარდას ჩათესავ არ სწოხნო უნდა არაფერი. დაუშვა თუ არ გაქვს ჯანმრთელობა, თავისი დამოვა იმხელა ძილს იკეთებს სიღრმეში, მაგი ყველა ამაზე საუკეთესო მწვანე ბარდას, საუკეთესო საჭმელს ზამთარში ვერ ნახავ. თან ახალი ბოსტანში მოყვანოს. ამიტომ თუ ვინმეს გააქვთ მიწა საბოსნე, ზამთარში მაინც ვერაფერს დათესავ. სამი თვიანია. მე ორი თესლი იყო ერთნაირი და გადაჯიშდა. ახლა ორი ერთად ის თესლები შენახული მაქვს. გაშავდა, მაგრამ ივარგეს. ხო და ამიტომ გეუბნებით, ბარდა დათესეთ შემოდგომაზე. სამ თვეში მოგისწრებ მწვანედ, სათესლად ოღონდ იცოდეთ. სათესლად ძირს რომელსაც დატოვებთ, ის მალე გახმება. არ უნდა დატოვოთ, საერთოდ გინდა კიტრი იყოს, გინდა არ უნდა დატოვოთ, თუ გინდათ ნაყოფი გამოისხოს მეტი. ხო, არ უნდა დატოვოთ. სათესლით არ უნდა დატოვოთ და ის რომელსაც თქვენ სათესლით დატოვებთ, იგი ადრე დაბერდება. ხო, ამიტომ ამაზე უკეთეს მწვანე ბარდაზე უკეთეს ოღონდ ჭყინდათ ადრე თუ შენადგიდან მწვანე ბარდა ჭყინდათ უნდა მოწყვიტოთ. ხო, ამაზე უკეთეს ზამთარში ვერაფერს შეჭამ, მაგრამ მე ზო არა მაქვს. თორემ მე ბარდა არასოდეს მომბესდება მწვანე ბარდა. ჩემი მოყვანილთან იმას დათესავ, უბრალოდ მოდოხნი დათესავ, იქ ჩავა დილს გაიკეთებს მიწაში. არც წყალი უნდა და არაფერი ზამთარში. ამას არ გეუბნები და ხო რას მოკრები. და მე გადავედი ახლა იმაზე, რომ ხო დრო მინდა ხანის ხან წასასვლელი ვარ ხანის და ამიტომ დრო და ყველაფერს დასვენებაც მინდა. როცა ინტერნეტ ჩართული მაქვს ეთკვირიანი, ხანახა ღამეს წეხავ. ამის ეხლა საერთოდ დასვენები და მაგრამ მე არ მისარება. ამიტომ შემოკარგებო. მე ერთადერთი ეს ახალი ამბავი მაქვს, რომ შაქარს აკონტროლებ. კი, ხანდახან მეკცევა 200-ზე გააჩნია ხა საკუთს კიდევ გეუბნები. და ამიტომ და მე ახლა გავაკეთე ოპერაცია. არ ვიცი, ნახოთ, შეიძლება ზაფხული ისეთი სიცხენი არ იქნეს, მაგრამ ჩამოდიან ახლა ის სტუმრები რომ ჩამოვიან ის ყურები მე რომ ვამბობდი. ესა თავის დაბანას შეიძლება არ წყალი არ უნდა მოხდეს, თორე დაჩვეთებების შეჭრება სამოში მომიწევს სერული თავის დასაბანად. და მე მაინც ვარ ტაშტიაზე მარცხნახევით ვერ ვისხამ წყალს, მაგრამ ჩემი პრობლემა იქით ახლა გადავთხოვე ნევროპათოლოგთან, მაპაც შეფრები ახლა წასულა და დიაგნოზი რომ დავაწერინო. კარგი, მოდით ახლა მე თქვენ აქ ორი თემა მაქვს კიდე მომზადებული იმის გარდა ლოგინების, სამედიცინო ლოგინების გარდა მომიდევეთ. ხო და ახლა ამას გავაგრძელებ მე. ის იმ დღეს ის ძველი ვიდეო, წინა ჩაწერილი ვიდეო არ წამიშლია და ამიტომ გაიჩიშა იქეთ. და მომიწე იმის სატოცა რა ისიც ვერ მოასწარი ინტერნეტი გათავდა, გაგრათ მიწუხი ნახვარი რომ ვიყავ თუ და ახლა რომ ჩავთე მომიწე თავიდან ატოვე მაგისი. მაგრამ არა უშავს. ახლა კი გავაგრძელოთ ჩვენ. სამედიცინო ლოგინების საიდუმლო ტექნოლოგიებზე. ნაწილი მეორე. და ჯეიმს რიკი ამბობს, რომ ჰოლოგრამიული ლოგინები როგორ გითხრათ, ასნაშრომე ხო, ამ სამედიცინო ლოგინებს გააჩნიათ, ამ ჰოლოგრამიულ სამედიცინო ლოგინებს გააჩნიათ სპეციალური ლაზერული ტექნოლოგიები, რომლებსაც შეუძლიათ მანიპულირება ორგანიზმის ბუნებრივი ქრონოლოგიით და შეუძლიათ ჩაატარონ ასაკობრივი რეგრესიის პროცედურები. უჯრედების ორგანიზმის ასაკობრივი რეგრესიის პროცედურები. ამ ჰოლოგრამიულ ლოგინს, რომელსაც გააჩნია ლაზერული ტექნოლოგიები. და ეს ხდება დნმ-ის მოდიფიკაციის გზით. ან შესაძლებელია ჩაატარო გადაჯვარედინებული ჰიბრიდიზაცია ადამიანის დნმ-ის და უცხოპლანეტელი დნმ-ის შორის. ან არის შესაძლებლობა შეურიო ადამიანის გენომი სხვა უცხოპლანეტელების გენომს. იმისთვის რომ შექმნა უფრო ჯანმრთელი, უფრო ძლიერი ადამიანების სახეობა. და მე ვფიქრობ, რომ ეს ჯგუფები იყვნენ დაინტერესებულები ამ პროექტებში,
მე ხომ თქვენ აი ვინც უსმენთ ჩემ ვიდეოებს გიყვებით რომ ეს თუ ის ინსაიდერი როდესაც წაიყვანეს დაუშვათ კოსმოსურ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბავშვობაში ხო ისი გატარებს 20 წელს 30 წელს 40 წელს 50 წელს 60 წელს მას უკეთებენ სასაკოპრივ რეგრესიას ხო და ეს ასაკოპრივი რეგრესიებიც კეთდება იმ ტექნოლოგიებით რომელსაც ახლა მე თქვენ გიყვებით უბრალოდ რომელსაც გიყვებათ ჯეიმს რინგი ილიანა და ჯონი დელირიუსი მაგრამ დედამიწაზე ეს არ ეხებოდა სამოქალაქო პირებს ადრე არ ეხებოდა თორემ მომავალში შეეხება ილიანა ერთობა საუბარში და ამბობს რომ მაგათმა ეს გააკეთესო იმ გზითო რომ სუპერ ჯარისკაცები შეაჯვარიდინესო უცხო პლანეტელების დნმ-თან და დაუმატესო ცხოველების დნმ-ი ამ სუპერ ჯარისკაცების დნმ-ს რადგან ეს არის კიდევ ერთი საშუალება სუპერ ჯარისკაცის სიძლიერის მომატებისა ესე გაძლიერებისა მაპატიეთ სუპერ ჯარისკაცის გასაძლიერებლად კეთდება ეს და დაცვის პერსონალისთვის იმისთვის რომ ისინი გახდნენ უფრო ძლიერები, უფრო ჩქარები, მაპატიეთ უფრო სწრაფები და უფრო ჭკვიანები. როდესაც თქვენ აკეთებთ ამბობს ილიანა უცხო პლანეტელების და ადამიანების დნმ-ების გადაჯვარედინება, შეჯვარედინებას როგორ ასწორად მე არ ვიცი. თქვენ იღებთ უფრო ძლიერ ადამიანს. თქვენ გამოიყურებოდეთ იქნება როგორც ადამიანი, მაგრამ თქვენში იქნება უცხო პლანეტელების გენეტიკა. უცხო პლანეტელებში გულისხმობა ნებისმიერი რასა და ნებისმიერი სახეობა, ნებისმიერი შეიძლება საერთოდ არ იყოს აპომორფული. უბრალოდ ადამიანური კი არა, აპომორფული, ჩამოგავდეს ადამიანს. ან და კიდევ დამატებით მცირე ცხოველების გენეტიკას. გააჩნია რომელი ცხოველის გენეტიკაა. თქვენ შეგიძლიათო ჩაატაროთ გენეტიკური სრაშვენე შერწყმული, ესე იგი ერთმანეთს ურწყავენ, როგორ გითხრათ, შეზრდა. შეგიძლიათო მოახერხოთ გენეტიკური შეზრდა ერთმანეთში ამ დნმ-ებისა და ეს ესე იგი გადისო ტექნოლოგია კრისმის ფარგლებს მიღმა და ეს ტექნოლოგია უფრო განვითარებულია და უფრო წინ წაწეულია, რადგან მათ აქვთ გენეტიკური სკანერები, ლაზერები, რომლებსაც შეუძლიათ ამის გაკეთება და ისინი არიან პროტოტიპები, მაპატიეთ და ისინი არიან პორტატივნები, ესე იგი მობილურები, სატარებლად არც ისე დიდ ზომას ადგილს იკავებენ და შეგიძლია ყველგან წაიღო. და ამ სკანერის დახმარებით იმისთვის რომ ადამიანის გენომი და უცხო პლანეტელების გენომი ერთმანეთში შეწყვა და ერთმანეთში როგორ ვთქვათ შერიო დასჭირდება მხოლოდ 30 წუთი. და 1 საათის შემდეგ თქვენ გექნებათ თქვენი ადამიანური ჰიბრიდი, სხვა ჰიბრიდი უკვე, ოღონდ ადამიანური. და თქვენ შეგიძლიათ ეს დაამატოთ თქვენ გენეტიკაში ან დროებით, ან მუდმივად. ეს დამოკიდებულია პროექტისგან და იმისგან, რა არის ამ პროექტის მიზანი. აგრეთვე ეს დამოკიდებულია ჰოლოგრაფიული სამედიცინო კაფსულებიდან გამომდინარე. მათ შეუძლიათ არა მხოლოდ სხვადასხვა დაავადების მკურნალობა ორგანიზმში. ისინი აგრეთვე ხელს უწყობენ ასაკის რეგრესიას. ასე რომ მათ შეუძლიათ თქვენ უკან დაგაბრუნოთ წარსულში. მათ შეუძლიათ სიბერის პროცესი უკან დააბრუნოს. და ამ გზას გადიან ის ინსაიდერები, რომლებიც მონაწილეობდნენ ტგპ-ში, საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებში. მათ აბრუნებენ უკან იმ ასაკშიც წაიყვანენ და თითქოს არც ყოფილან ისინი არასდროს კოსმოსში. და მეხსიერებასაც უშლიან, მაგრამ უმრავლესობას მეხსიერება უბრუნდება. რაღაც მიზეზებიდან გამომდინარე. რაღაცა
მოვლენები, სიტუაციები ეხმარება ამ ინსაიდერებს მოგონებები გახსნა. ჯეიმსი ამბობს, რომ ცდილობ გავერკვეო თუ ეს ყველაფერი როგორ მუშაობს, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, ის სპეციალისტები, რომლებიც იყვნენ მონტოქში, ისინი საუბრობენ ამის შესახებ, რომ მიტოქონდრიაში ჩვენი დნმ-ის უჯრედი ხომ იცით, უჯრედი რისგან შედგება? უჯრედი შეიცავს აგრეთვე მიტოქონდრიებს, ერთ-ერთი იქ ბევრი რამეა, მაგრამ მიტოქონდრიებზე ახლა საუბარი. ადამიანის მიტოქონდრიები წარმოადგენენ მიკროკარიბჭეებს. და თქვენი, ესე იგი, დროის ათვლა ნულიდან რომ დაიკარგოს სივრცეში ეს წერტილი, ნულოვანი წერტილი, საიდანაც იწყება თქვენი მიტოქონდრიების ათვლა. ეს რომ დაიკარგოს სივრცეში, თქვენ დაბერდებით ჩქარი ტემპებით. ესე იგი, სიბერე დამოკიდებულია მიტოქონდრიებზე თურმე. და თუ მიტოქონდრია ხო, და მიტოქონდრიაზეა დამოკიდებული თუ თქვენ როგორ დაბერდებით. შეიძლება თქვენ დაბერდეთ რამდენიმე საათში, გადაიქცეთ ახალგაზრდა ესე იგი ორგანიზმიდან, რამდენიმე საათში მომაკვდა მოხუცში. მოხუცად გახდეთ. გადაიქცეთ მომაკვდა მოხუცად. და ამ სისტემაში გამოიყენება ელექტრომაგნიტური ტორსიონული ველები, რომლებიც შექმნილია ბუნებრივი, საკუთარი ბუნებრივი სასიცოცხლო ნაწილაკებით და სიხშირეებით ადამიანის ორგანიზმისა და ანდა ისინი იქნებიან, ისინი გამოიყენებენ უბრალოდ ტექნოლოგიებით ლაზერული გამოსხივების და როგორც მოგეუბნებოდით, ხომ არის პროგრამები 20, 30, 40, 60, 50 და 20, აღარ 20 წლის სახურების შემდეგ, როდესაც თქვენ გაბრუნებენ დედამიწის კარიერისკენ, ესე იგი დედამიწაზე წარსულში, სისტემა სტერერი დაუბრუნდა უკან. ეს კეთდება იმისთვის, რომ მიიღო გამოცდილება SP მუშაობის პერიოდში. სისტემა სტერერი ნელ-ნელა აბრუნებდა ორგანიზმს, ინსაიდერის ორგანიზმს, მაგალითად პროგრამა 20 წლის შემდეგ, თანდათანობით ნელ-ნელა ან უცებ ერთიანად. ამ პროცესის დროს დროის სივრცის აღდგენის კომპონენტები ორგანიზმისა უერთდება ერთმანეთს, რაც ქმნის ორგანიზმს გაუნძრეველს, ესე იგი, იმ მომენტში ორგანიზმი ვერ ინძრევა, ამ პროცესის მიმდინარეობის პერიოდში ორგანიზმი ვერ ინძრევა. შემდეგ ამ პროცესების შემდეგ ადამიანი ხდება ახალგაზრდა და მოძრაობს დროში. მოგზაურობს წარსულში, დაუბრუნდება იმ მომენტს აბრუნებენ ამ პიროვნებას იმ მომენტში, საიდანაც წამოიყვანეს. ხო, წარსულის მომენტი იგულისხმება. ეს ადამიანი, რომ ყოფილიყო მაგალითად სპეციალური კაფსულები, რომასტაზისის კაფსულები, სადაც ორგანიზმს აძინებენ და შემდეგ იქიდან ადამიანის ცნობიერება გადაყავთ სხვა სხეულში, ხო? მაშინ ორგანიზმს არ სჭირდება არანაირი წამლები, არანაირი დამამშვიდებელი, არანაირი პრეპარატები, რომ მოძრაობა შეაჩერონ, რომ ორგანიზმი გახადონ მოძრავო. და ჯეიმსი კი ეკითხება, შეგიძლიათ ვინმე კომენტირება გაუკეთებთ ამას ყველაფერს. და ილიანა პასუხობს, კიო, მეო, გაუკეთებ ამას კომენტარს. და ილიანა ამბობს, რომ მე ახლა კიდევ ერთხელ გავიმეორებო, რომ არსებობსო ელექტრომაგნიტური ველი და ტორსიონული ველი, ეს ველები, ელექტრომაგნიტური და ტორსიონული ველები, ყველა ადამიანს გაგვაჩნიაო, ასე რომ მათ შეგიძლიათო მანიპულირება, მათ შეუძლიათო თქვენ დაგეხმაროთო, იმოძრავოთო, როგორ გითხრათ, в обратном направлении. უკან დაგაბრუნოთო, უკან დროში. ან უკან დაგაბრუნოთო კლიმერსთან ერთად, ან წინ დაგიყვანოთო. ასე რომ მათ შეუძლიათ თქვენ გაგაახალგაზრდავთ და დაგაბეროთ.
ამისთვის მათ შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი ელექტრომაგნიტური ველი და თქვენი ტორსიონული ველი, თქვენი ორგანიზმის. რადგან ჩვენ საუბრობთ ტექნოლოგიებზე, რომლის დახმარებით შეიძლება დროში მოგზაურობა, ჩვენ საუბრობთ კვანტურ ნახტომზე, რომელიც ჩამონტაჟებულია სტერერში, სტერერი ეს არის ტექნოლოგიის დანადგარი დროში მოგზაურობებისთვის. და ეს ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ხდება ენერგიების მანიპულირება და სიხშირეებით მანიპულირება ამ ტექნოლოგიებს თმარებით. აი ზუსტად მასეს მუშაობს ეს ყველაფერი. და მისეზი იმისა თუ რატო გვიჭირს ჩვენ ამ ყველაფრის გაგება, ამბობს ილიანა. ესე იგი იხსნება იმით, რომ სიხშირეები, ამ შენელების სიხშირეები კვანტური ველისა, რომელიც გამოიყენება ამ ყველაფრისთვის, ხსნიან ამას უფრო გაადვილებულ მეთოდით. აგერ ახლა მე თქვენ განახებთ მიახლოებით ამ ტექნოლოგიას. ნახეთ, თუ ნახავთ ოღონდ, აი ეს დააკვირდით. ამას ქვია სტერერი. თუ სწორად გამოვთქვამ და არ შემეშალა. და ჯეიმს რიკი ამბობს, რომ ეს იქნება ბოლოს სლაიდი სტერერზე. ტექნოლოგია სტერერის ახსნაზე. ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს გაუჩნდა ახალი მეთოდი, რომლებიც იძლევიან საშუალებას გამოიყენო პრეპარატები ასაკობრივი რეგრესიისთვის. კი, პრეპარატებიც არსებობს ასაკობრივი რეგრესიისთვის. ოღონდ არამეტიერი წარმოშობისაა. მომავალში მოხდება სამკურნალო პრეპარატებში ცვლილებების შეტანა შრატში, იმითიც რომ დააბრუნა ადამიანი საჭირო ახალგაზრდულ მდგომარეობაში. და ამ ადამიანს გადაადგილებენ იქე და უკან იმ დროის ფარგლებში დაწყებული ნული დროის სათვლიდან სტერერის დანადგარი სტერერის წერტილამდე. იცით რა, სიმართლე გითხრათ, მეც არა ვარ ყველაფერ ამაში ნორმალურად გარკვეული, მაგრამ ასე თუ ისე ცოტა რაღაც გაგება მაინც მომივიდა. ასე რომ თუ ვერ გაიგებთ, არ შეგეშინდეთ. უბრალოდ ხანდახან ხდება ისე, რომ ასე რაღაცებზე, როდესაც გვესმის, ყოველთვის რთულია უცებ მიიღო ეს სიახლე, როდესაც შენ ამდენი წელი გატყუებდნენ, ყავდით ჭურში, დაგაჯერებს ტყვილი და როდესაც ახლა შენ სიმართლეს გაჩვენებენ, ფაქტებს გაჩვენებენ, შენ გონია რომ ეს არის სიცრუე. ამიტომ ძალიან რთული მისაღებია. ახალგაზრდობა უფრო ადვილად მიიღებს ამ ინფორმაციას, ვიდრე ჩვენი ასაკის ხალხი. იმიტომ რომ იგენი უკვე ახლა დროიდან, ახალგაზრდული ბავშვობის დროიდან მათ ესმოდეთ იქნება ამ ახალ ტექნოლოგიებზე უკვე ესმით და ჩვენთვის, ჩვენი ასაკის ადამიანებისთვის ცოტა რთული იქნება ამ ყველაფრის მიღება. მე უკვე მივიღე ყველაფერი, დიდი ხანია, რამდენი წელია მე უკვე ეს ყველაფერი, ეს სიახლეები დავიჯერე და მივიღე. და ჩემი აზროვნება შევცვალე ამ ინფორმაციასთან შეფარდებაში, იმიტომ რომ არაფერი არ ჩერდება. ის კი არა, ისე ჩქარა მიდის, ვითარდება ყველაფერი, რომ ჩქარი ტემპებით ხდება. განვითარება დროც შემცირდა, უბრალოდ დრო აჩქარდა და ამ აჩქარების ხარჯზე შემცირდა. 24 საათი, არა 24 საათი, ეს მithქვამს ადრე კიდე მე. ზოგი ამბობს, რომ ეს არის 18 საათი, 17 საათი, ზოგი ამბობს, რომ ეს არის 13 საათი. და ეს დაფიქსირებულია, რომ დრო აჩქარებულია და ახლა ჩვენ დროში, სუტკაში, დღე-ღამეში 24 საათი არა და არც საკურველია, წელიწადში არც 65 დღე იქნება, არამედ ნაკლები. აქედან გამომდინარე. მაგრამ თქვენ ამის ყველაფერს არ შეგეშინდეთ. ეს ყველაფერი
აი მაგალითი, უბრალო მაგალითი ავიღოთ, თქვენი შვილის გაზრდას შეაჩერებთ? ის ხომ ფიზიკურად იზრდება, ვითარდება. თქვენ შეძლებთ თქვენი ბავშვის ზრდის შეჩერებას? ვერ შეაჩერებთ. მაშინ ან ფეხები უნდა მოუჭრათ, ან კიდევ არ გამოვა მასზე. ხე ავიღოთ, ხე რომ გადაჭრათ, ის ხო გოდიდან გავშვებს დოდებს, მაგრამ თქვენ მის ძირშიც რომ მოჭრათ, ფესვიც რომ ამოთხაროთ, ფესვის ნაწილი მაინც დარჩება იქა და იქიდან გაიხარებს. ხო და ამ ახალი ტექნოლოგიების მიხედვით სპეციალური იზოტოპები ხდება ადამიანის ორგანიზმში, რომლებიც ანელებენ სიბერის პროცესს. და ეს სტაზისური კაფსულები გამოიყენება იმისთვის, რომ მოხდეს ყველა ემოციონალური კომპონენტების გადაწყობა ადამიანური ორგანიზმისა და იმისთვის, რომ შავსუბუქონ მოგონებები ტრავმებთან დაკავშირებით. ხო, მოგონებები, რომლებიც დაკავშირებულია ტრავმებთან, ამა თუ იმ ტრავმებთან. და წამოგიდგენია ტექნოლოგიები როგორ განვითარდა, რომ თქვენ ტრავმა, რომელიც ცხოვრებაში მოხდა ჩვენ ცხოვრებაში, თუ რაც არ უნდა მძიმე იყოს ტრავმა, ამ ტექნოლოგიების დახმარებით თქვენ აზროვნულად თავში, აზროვნულად იმ ცნობიერებაში, სადაც არის ეს ტრავმა შენახული, თქვენ ამ ტრავმის სიძლიერეს გიმსუბუქებენ, რომ იმდენად წინეული არ იყოს მოგონებები ამ ტრავმაზე. ხო და ეს პროცესი, ამ ტრავმის განკურნების პროცესი იკავებს სადღაც 2 კვირამდე. ოღონდ თუ საუბარი არისო ემოციურ ძლიერ ტრავმაზე. ხო, არის ზოგჯერ ისეთი ემოციური ძლიერი ტრავმები, რომ ადამიანებს იქაც კი ვეკურნავენ თავიანთ მეტ ლოგინებში, მომავალში. ხომ არის მაგალითად იქიდან მოვა ადამიანი დედამიწების დასახმარებლად, მაგრამ დედამიწას ისე ტრავმას აყენებენ მაგას მის სულს, რომ ის სული, როდესაც ტოვებს ავატარს და ბრუნდება იმ კაფსულაში, ხო? და იღვიძებს დავუშვათ კაფსულაში იწვა. მას ისინი ვერ გადიან რეაბილიტაციას, მაგრამ ვერ ეხმარება ეს რეაბილიტაცია და ის პიროვნება მომავლიდან მოსული რჩება ტრავმირებული. ვერ გამოდის ამ ტრავმიდან. თუ ეს ძალიან ძლიერი ტრავმაა. ახლა ჩვენ ჩავხმავდებითო პროგრამირების დეტალებს და მეხსიერებასთან დაკავშირებით ინფორმაციასო. იცითო, რომ მეხსიერების აღდგენის პროცესს შეუძლიაო ჩვენი 12-ვე დნმ-ის სპირალის აღდგენაო, აქტივირებაო. დიახ. ჩვენ ხომ 2 დნმ დაგვიტოვეს, კანონით უნდა გქონდეს 12 დნმ-ის სპირალი, მაგრამ ჩვენ დაგვიტოვეს 2. ხო, და მომავალში ამ ყველაფერს შეუძლია ამ 12-ვე სპირალის, ამ 12-ვე დნმ-ის სპირალის აქტივირება, წამოგიდგენიათ? ხო და ეს 12 სპირალი ქონდა იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ატლანტიდის პერიოდში. ნუ ატლანტიდის დროს ადამიანები ცხოვრობდა დიდ ხანს. ის ჯეიმს რიკი ამბობს 150 წლამდე ცხოვრობდნენ, 150 კი არა, 400-მდეც ცხოვრობდნენ, 600-მდეც ცხოვრობდნენ ისინი. და იმდენად ხანძრივად ცხოვრობდნენ, რომ უკვე თავისი ნებით გამოდიოდნენ, არა, თავს არ იკლავდნენ, უბრალოდ თავის ავატარს ტოვებდნენ და მიდიოდნენ. ხო, აი მაგალითი, რომ ბევრი შემთხვევა ყოფილა, ადამიანი ხომ გაგიგიათ, ადამიანმა ძილში გაიპარაო. ხომ გაგიგიათ? აი ამ შემთხვევასთან ეს დაკავშირებულია, სული წავიდა, არ მომდა დაბრუნება უკან. აგერ მე ჩემ ცოცხალ მაგალითს მოგიყვებით. 13 წელს ეს დედაჩემი რო გარდაიცვალა, 1 წლის შემდეგ მე წავედი გამოსაკლებლად ქუთაისში. ხო, εκεί ვიყავი. და იქ ნერვები ისე მქონდა მოშლი, ისეთი ნერვოზი მქონდა, ძალიან ცუდად ვიყავი და ნევროპათოლოგმა გამომიწერა ეს მოყვები მე სადღაც. ახლა კიდე მოყვები როგორც ცოცხალ მაგალით. გამომიწერა წამლები თან 2 წამალში მივეცი 150 ლარი, ერთი იყო თურქული თარგმანი არ ქონდა. კი მაშინაც ქონდა, მე პატარა ღილაკის ტელეფონი Nokia აყიდი და
შევედი იქ ინტერნეტში შევედი რომ გამერკვია ვერ ვნახე მეორე ტრუქსალი იყო კიდე კაი ტრუქსალი მეოთხედი დავლი ნახევრის მაგივრად ნახევარი დალიო მიხა ექიმა და არ ვიცი ალბათ ამ წამლებმა ისე იმოქმედა ჩემზე რომ მოათუნეს ალბათ ორგანიზმი და ჩემი სული ჩემი ასტრალური სული გამოსულა მე კლინიკური სიკვდილი გადავიტანებთ მაგრამ ეს კლინიკური სიკვდილს არ გავდა შეიძლება კლინიკური სიკვდილიც იყო გამოვიდა ორგანიზმიდან მე ვხედავ ჩემს სხეულს თან ნაკერავებში ოთახ სადაც ვარ ქუდაიში მე ვხედავ ჩემს სხეულს პროჟექტორი სტოლბა დგას იქ პროჟექტორი შემოდის ოთახში მაგრამ ჩემ ხაზიკა სადაც მე დამატვინა სტუდენტები ყავდა იმ მომენტში და მე ზევით ამიყვანა და კარები ცით როგორი იყო რაღაც ამერიკული სტილში რაღაც სხვანაირის იყო შესაძლებელი და შიგნიდან არ ქონდა სახელური მარტო გარედან ქონდა ამ კარებს გასაკეთებელი იყო და მე იმ დროს ქონდა შეტევები ხო გეუბნებით ისეთი ნერვოსი მქონდა ვიხჩობოდი მაგრამ მე ამას ვაბრალებდი ჩიყს კი ჩიყვის ფორმატ მეცლებოდა გადიდებული ქონდა ჩიყვი და ელტეროქსინს სვამდი და ეს როგორც პატარას ვინერვიულებდი და ვიხჩობოდი მიჭერდა სულთვა მიჭერდა ნერვოსის გამო ყველაფერზე შეტევა მემართებოდა პატარა რა წამლის გადაყვა წამას უყვებდი იმასაც შეიძლება შეტევა გამოიწვია ხო და ახლა დგავარ ხედავ ჩემს ხოლოს მაგრამ არ მინდა უკან დაბრუნება გასვლა მინდა ოთახიდან გასვლა მივდივარ რა იმდენად დამღალა ცხოვრება ძალიან ბევრი პრობლემები იყო უბრალოდ გულთან პრობლემები სულ არის პრობლემები კაშავს ადამიანს მაგრამ მე ყველაფერი გულთან მქონდა ყველაფერზე ნერვიულობდი გამანადგურა ნერვიულობა ხომ გეუბნებით გამანადგურა პატარა რაღაცაზე შეტევები მემართებოდა პანიკური ის ვიხჩობოდი და ეს კარი ხო ვერ გავახე ხა მე გასვლა მინდა და ამის გამო რომ ვერ გავედი ოთახი და შეტევა დამემართა და იმ შეტევამ დამაბრუნა სხეულში თორემ დღეს ალბათ წინაში არ ვიждებოდი ხო და მარცხენა ხელი ისეთ მდგომარეობაში მქონდა 1.5 საათი აი ტილოს რომ გაწურავ და მე ფერთხავ და კიდევ სარეცხზე აი ამდაგვარად იფერთხებოდა ჩემი ხელი მარცხენა ხელი სულს მე დასაყრელია პანიკა დამეწყო მაგრამ ავიყვანე ხელში ის თავი ხელში და დაველოდე და ზუსტად 9 საათი დაჭერდა იმისთვის რომ ჩემ მარცხენა ხელი შევსებულიყო ჩემი ასტრალური სხეულის ხელით ახლა სკეპტიკოსებს გაგეცინებათ მაგრამ ახალიდან გადმოსახედით მე ხომ ჩემი დაბრუნება ხომ მოხდა ძაფრად უცებ და მე მოვედი გონცზე მაგრამ ჩემი სხეული არ იყო მთლად ავატარში გავსებული ხომ გეცეთ ჩემი მარცხენა ხელი თან მქონდა გაბუჟებული ეტყობა უშნო დაბტეკი ხელზე მარცხენა ხელზე და ეტყობა მე გამოსული ვარ მარცხენა მხრიდან ჩემი ხო მე ასტრალური ჩემი სული მე ჩვენ ყველანი სულები ვართ გამოსული ვარ მარცხენა ხელიდან მარცხენა მყავიდან მაპატიეთ და მოხდა ისე რომ ეტყობა შევიდა შეავსო ავატარი და მე მოვედი გონზე და კიდევ 9 საათი დაჭირდა რომ ეს მარცხენა ხელი მეგრძნო და ჯეიმს რინკი ამბობს რომ აი ჩვენ მაგალითად თითქმის ყველა ჩვენთაგანს ყავს ალტერნატიული პიროვნება ან თითქმის ყველა ჩვენგან მით უმეტეს თუ ჩვენ ჯიში და ჯილაკში არის ვინმე ვისაც ლურჯი თვალები აქვს ვისაც თეთრი ძალიან ქათქათა კანი აქვს თუ იციან იმათმა რომ შთამომავლობაში არის მაგი ან რაღაც უნარით ყოფი ადამიანები
და მათი შთამომავლობას მისდევენ. მე ხომ გეუბნებით, მე ბავშვობიდან მატუხებდა ხილვები. მაგრამ მეჩინოდა. მე ეს ყველაფერი გაქრა. თვალის დახუჭვით მეჩინოდა, ღამით ვიძინებდი. შედეგად დამიფუნდა ეს ყველაფერი მე. და გასაღები, რამაც დამიბრუნა ეს ყველაფერი. აი პრობლემამ გამიხსნა ისევ მე ეს უნარ. არა მე არ ვამბობ ახლა მე კიდევ არა ვარ კარგად გარკვეული ჩემ თავში, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ რაღაცები გამაჩნია, კი, მაგრამ ჩემი ცხოვრების სიტუაციებიდან გამომდინარე, მე ვერ შევძელი დამეთქო ჩემი თავისთვის დრო. შენ სულიერი განვითარებისთვის არ ქონდა დრო. იმიტომ რომ მე უნდა მემუშავა სხვებისთვის, მე უნდა მემსახურა სხვებისთვის. ცდილობდი პრობლემები გადამეწყვეტა რაღაც ოჯახის ეს ის. მე არ მაძლევდნენ საშუალებას მთელი გამიშალა. უბრალოდ მე გვიან მივხვდი იმას, რომ ეს პრობლემები მე ამ პრობლემებს იმიტომ მიგზავნიდნენ, მე რომ გამოხოცებულიყავ. წამოგიდგენიათ? მე მეგონა რომ მე წინ მივდიოდი, ხო? მე რამდენჯერ გავიქეცი მამასგან. მე არც წასასვლელი არ მქონდა. კით მართალი მყოფილი ვარ, იმიტომ რომ მამა რომ გადამეთვალა, უკვე არც ერთ ნათესავს არ დავჭირდი, კიდე ყურადღებას იმიტომ მაქცევდნენ მამაჩემის გამო. მამა რომ გარდაიცვალა, უკვე არავის დავჭირდი. არავის. შემჩა მხოლოდ ჩემი დედი. ურთიერთობის. მეც ვცდილობ იქე დავიწყო ურთიერთობა, რა ასხია, კიდე დრო ვკარგო. იმიტომ რომ სიყვარული მოდის ურთიერთობაში, ცოცხალ ურთიერთობაში. და ჩვენ რომ ინტერნეტით გვაქვს ურთიერთობა და მგზავნით მარიკებს ერთმანეთს, ეგ არ არის სიყვარული და ეგ არ არის პატივიცემა, ეგ უბრალოდ თამაშია, ვიზუალური თამაში. თუმცა ვიზუალური ეკრანიდანაც შეიძლება შეიყვარო ადამიანი. ხდება. მაგრამ ნაკლებად. და ჯეიმსინგი ამბობს, რომ ჩვენ გქონდეს საშუალება აღვიჩინოთ 12-ვე სპირალი, ჩვენ დაგვიბრუნდებოდა ტელეკინეზი, ტელეპორტაცია, ტელეპათია და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს ხო და რამე გითხრათ კოსმოსში, იცი რა რამე გინდა გითხრათ ასთა ფორმებზე, როდესაც ამბობენ რომ აფიქრებს უნდა დააკვირდეო, ხო? რას ფიქრობო? ახლა კოსმოსში, სივრცეში, კოსმოსურ სივრცეში შენი ფიქრები ასრულდება ხელად. ხო, ხელად ასრულდება, რასაც შენ წარმოიდგენ. რადა ჩვენი მტრები, ჩვენი ბებიები, ბაბუები, პაპები, ხო? ხომ გავაცილეთ ჩვენი მტრები. სულები მათი ხომ არიან? ახლა რასაკვირველია თუ არ დასაჭირს რაღაც ძიმე, ხო? აბა იმ სულები, რომლებსაც არ უნდათ გამოსწორება, მე თქვენ არ გაჩვენებთ. როდესაც ამბობენ სული უქტავიაო, ეს არის შეფარდებითი ტერმინი. სულიც არა უქტავი. სული შეიძლება ადამიანი დაიღუპოს, ან შეიძლება სული მოკლა. იმიტომ რომ როგორ შეიძლება სული მოკლა? კოსმოსში არის ისეთი ძლიერი ენერგეტიკული არსებები, რომლებიც იკვებებიან ენერგიებით. და თუ მათ ჩაუვარდათ დაუშვათ ხელში, მაგალითად მათზე ცოტათი სუსტი ენერგეტიკული არსება, იგენი მათ შთანთქავენ. ან მათ თუ ჩაუვარდათ ხელში ცოცხალი არსება, მათ ენერგიებში ერთი ნაწილაკი არ დარჩება ორგანიზმისგან. ყველაფრიანად შთანთქავენ. და რამე და გითხრათ, არიან კიდე სულები, რომლებსაც ვერ
გამოასწორებენ. ხო, და ასეთ სულებს უკეთებენ ანიგილაციას. ხო, ან წინ წახვა, წინ განვითარდები, ან უკან განვითარდები. საშუალო არ არსებობს. შენ თუ შეჩერდები, გაჩერდები განვითარებაში. შენ არ ჩაითლები განვითარებას სულში, შენ ჩაითლები უკან რომ მიდის იმ სულის კატეგორიაში. ხომ გეუბნებით, ან წინ უნდა იარო, ან უკან. საშუალო ვერ რომ იტყო დაუშვათ, მე გავჩერდები, მე ახლა ვერაფერს ვერ ვიზამ, მე ნეიტრალურ მხარეს დავიკავებ. არა, გენაცვალე. არა, ჩემო კარგებო, ასე არ ხდება, ნეიტრალური მხარე არ არსებობს ამ სიტუაციაში. არსებობს მხოლოდ ორი მხარე. ან პლუსი, ან მინუსი. და არა. იმ სულებს, რომლებიც გავითარდნენ ნეგატიური მხრივ, კი არ ყვავენ ყველას, უბრალოდ მე რას გულისხმობ. ეს ნეგატიური გამოცდილებებიც უნდა მიიღოს სულმა, რომ ის დადებითი გამოცდილებებით შეაფასოს. უბრალოდ ჩვენ შექმნელამდე, ვისგანაც ჩვენ წამოვედით, როდესაც ჩვენ გავდივართ დადებით გამოცდილებებს, ჩვენი შექმნელიც ვითარდება. ეს ჩვენი დადებითი გამოცდილებების ინფორმაცია მიდის შექმნელამდე და იგიც ვითარდება, მაგრამ მას გარშემო ფილტრი აქვს დაყენებული, ეფირული ფილტრი, რომელიც არ უშვებს ნეგატიურ გამოცდილებებს, ნეგატიურ გამოცდილებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. და ფაქტიურად, როდესაც ჩვენ გავდივართ ნეგატიურ გამოცდილებას, ჩვენ ვაშივშილეთ ჩვენ შემქმნელს. და ვინც მისევით არის. ხო, ამას ვამბობ, მაგრამ არიან ისეთი ნეგატიური სულები, რომლებიც იმიტომ შედიან ავატარში, რომ ისიამოვნონ, იბატონონ, იძალადონ, აპატიურონ, გადარცხვონ, მოკლან. ასეთი სულები თუ არ გამოსწორდა, მათ უკეთებენ ანიგილაციას. მეწმუნეთ. სამუდამოდ აქრობენ. ტოვებენ მარტო თესლს. ჩვენ თავიდან ყველა თესლები ვიყავით, თესლები. შემდეგ უკვე გამოცდილებების მიზნით ვიღებდით სხეულებს, თორემ ჩვენ თავიდან სხეულები კი არ გქონდა. რომ ადამიანი რო ხდება, რჩება მარტო ასტრალური სხეული. ყველა სხეული ქრება. მე ხა კარგად არ ვარ გარკვეული ამაში თუ, მაგრამ ბოლო სამი სხეული, სამიდის არ ვიცი, ეს ღვთაებრივი სხეულის რომ მოწოდებენ. ჩვენ კიდე ბევრი რამე არ ვიცით, ჩემო კარგებო. მაგრამ ის არ ცდება, ვინც ძიებაში არ არის. ის ადამიანი, რომელიც არ იძიებს, არ აინტერესებს, მაგი არასდროს დაუშვებს შეცდომას და არასდროს შეცდება. და თუ მე რამეში ვცდები, ამის გამო კი არ უნდა ჩამქოლოთ. უბრალოდ მე ამას ყველაფერს მიტყვები, რომ თქვენც დაიწყოთ ძიება, თქვენც დაიწყოთ ძებნა, ეგებ თქვენ მიაგნოთ პასუხებს. ხო, ილიანა ამბობს, რომ რაღაც ორგანიზაციის დასახელება თქვა, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე. ყიდისო ლოგინებს, სადაც როდესაც აწუნენო ადამიანს ან რომელიმე სხვა წარმომადგენელს, ორი კვირით ამ კაფსულაში და ხდება ამ ორგანიზმის დეგენერაცია. ყიდია თურმე. მე ხო ვამბობ, ახლა დაიწყება, უნდა დაიწყოს 25 წლიდან 25-26 წელში ამ ლოგინების გამოშვება, თუ დავშვა კაბალა. ნახოთ, რო უნდა ყველაფერს. ხო, და ამ არსებების ამ სტაზისური ლოგინებთან ერთად შეიძლება ტრანსპორტირება კოსმოსურ სივრცეში. ხო, დავუშვათ რომ დაჭირდეს. ხო, კომპანია პლანეტარული კორპორაცია, ასე ქვია ამ კომპანიას, პლანეტარული კორპორაცია უშვებსო სტაზისური კაფსულების სხვადასხვა სახეობებს, ეს იგივე ლოგინია, ოღონდ ხომ ფანტასტიკურ კინოებში რო იფარება. რაღაც იმით გარედა ვინმე უნდა იყოს, ვინც შეიყვანს კომპიუტერით ინფორმაციას, პროგრამას და ადამიანი მომენტალურად იჩიშება. და ჯეიმს რიკი ამბობს, მოდით ახლა გავარჩიოთო PSPS-ი, ესე იგი, პრეპარატები, რომელსაც იყენებენ საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებში. იყენებდნენ უბრალოდ, შეიძლება ახლა იყენებენ.
ხო, არა სავალდებულო სამედიცინო ისა მედიკამენტური კურნალობა, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი საშუალებაო, ხო, რომლესაც აქვენო ცდობა საიდუმლო პროგრამებში. და თეორიულადო მათ შეეძლოთო ამით გასაჯაროვება. ეს არ იქნებოდა რთული პროგრამა იმისათვის, რომ თუ შემოიტადნენ რამდენიმე პრეპარატს, ამდაგვარ პრეპარატს, ხო, ამ პრეპარატებში შედის ზრდის ჰორმონები, გასუფთავებული ზრდის ჰორმონები. და ამ პრეპარატებიდან ზრდის ჰორმონის პრეპარატების მიღების შემდეგ შეიძლება თქვენი სიმაღლე 1 ფუტით მოიმატოსო, ამბობს ჯეიმს რინკი. აგრეთვე იქ არისო, მათ აქვენო კიდევ რაღაც ვიტამინები. ხო, და ამ პროტოკოლის მიხედვითო, თუ თქვენ ამ პრეპარატს მიიღებთო 45, 50, 54 წლის წელიწადში ერთხელო, შეძლებთო 700 წლამდე ცხოვრებას. შეიძლება გაიხანძლებოთ თქვენი სიცოცხლე 700 წლამდე. მაგრამ თქვენ მაინც ბერდებოდეთ იქნება ამ 700 წლის განმავლობაში, მაგრამ ეს დაბერება ხდებოდეს იქნება ნელ-ნელა, თანდათანობით. ისიც არა, როგორც ბერდება ადამიანი. და იმ მომენტში თქვენ უნდა შეხვიდეთ, მოგიწევთო შესვლა სარეგენერაციო რეზერვუარში. ეს ის რეზერვუარია, რომელზეც საუბრობდა პენი ბრედლი, რომელიც შეიცავს გაწმენდილ ჟიჟას, სადაც დაჭრილები შეჭმულების ნაწილებს აგდებდნენ, დაჭრილებს აწვენდნენ და ახდენდნენ რეგენერაციას. ასეთ რეზერვუარში, სარეგენერაციო რეზერვუარში ჩაგაწვენენ, თუ არ გინდათ მოგინებით კურნალობა და გამოგაჯამთელებენ, გაგიხანძლებებენ სიცოცხლეს, გახდიან უფრო ახალგაზრდას შედარებით. ხო, ეს შრატები და ეს პრეპარატები ამათ შეუძლიათ შეცვალონ RNK-ს და DNM-ის სპირალების სპირალები მოქმედებენ მაგათზე მოლეკულარულ დონეზე. მოლეკულა ხომ იცით რა? მოლეკულარულ დონეზე. და ამდაგვარი ჩარევით შეიძლება ორგანიზმი გაახალგაზრდო ან პირიქით დააბერო. მათ შეუძლიათ აგრეთვე შეცვალონ ძვლების სტრუქტურა და კუნთების მასა, სხეულის ზომა, თვალების ფერი, კანის ფერი, თმის ფერი და ასე შემდეგ. შეცვალონ ყველაფერი. აგრეთვე შეიძლება შეცვალონ თქვენი სქესი და სექსუალური ორიენტაცია. ილიანა, მათ ამისთვის აქვენო ნარკოტიკები? ეკითხებიან ილიანას და კიო, ილიანა პასუხობს, მე მაძლევნენო შრატებს და ამ შრატის დახმარებით შეიძლებოდა ჩემი სიმაღლის შეცვლა. ამას შეეძლო შეეცვალაო უჯრედული შემადგენლობა ჩემი ორგანიზმისაო, ამბობს ილიანა. შეიძლებაო ამას გაეხადაო ჩემი სიმაღლე უფრო მაღალი, ეხლა თქვენ განახებთ ისევ, რომ გაგახსენდეთ ვინ არიან ესენი. გათიშული მქონია და ვაპარაკობ. ზევით არის ჯეიმს რინკი. ერთი წუთით. ზევით არის ჯეიმს რინკი, ქაბატონი ილიანა და ქვევით დერილიუსი, ჯონ დერილიუსი. კარგად ნახეთ? თუ ჩანს. ხო, მეც მას მიკეთებდნენო ამოცანიდან გამომდინარე, შეეძლოთო იმისიდან გამომდინარე, რომელიც უნდა შემეცვლებიაო მე, შეეძლოთო მაგათ ჩემი სიმაღლე შეეცვალათო, ჩემი კუნთების მასა შეეცვალათო, კანის ფერი შეეცვალათო, თმის ფერი შეეცვალათო, რომ უფრო დავსგავსებოდიო უცხო პარენტელებს, რომლითანაც უნდა მემუშავაო, ამბობს ილიანა. ხო, წამების დახმარებით თქვენ შეგიძლიათო შეუძლიათო შეგცვალონო დროებით ან სამუდამოდ. ილიანა ამბობს და ილიანა ახლა რატო გამეცინა, რა თქვა, იცით? თუ თქვენ არ გინდა თუ ადამიანურად გამოიყურებოდეთ, თუ ამ პროცედურების დროს შეიძლება თქვენ შეაცვლიოთ თქვენი თავი ისე, მაგალითად თუ არ გინდათო ფეხები, თათები გაგიკეთონო, ან გინდათო კუდი, კუდს შექმნიანო, ან გინდათო გახდეთო
წყლის მობინადრე, მაგალითად რუსალკას მაგვარი, წყალთევზ ქალას მაგვარი. პრობლემა არ არისო, ყველანაირი ცხოველად გახდიანო. იქიდან გამომდინარეო თუ თქვენ რა დავალება უნდა შეასრულოთო იქ კოსმოსში. მაგრამ ამ გენეტიკური მუტაციების შემდეგ, როდესაც თქვენ შეიცვლით ან კუც გაგიზრდიან, ან ფეხების მაგივრად თევზის კუც, რამე ცვლილებებს თუ გაგიკეთებენო, ხომ მაგალითად მოხდაო პრეპარატების დახმარებით ამ მუტაციების როგორ გითხრათ გამოვლენა, ხო? უკან ადამიანურ ფორმაში დაბრუნება ამის შემდეგ ძალიან რთულიაო, მაგრამ შესაძლებელიაო, მაგრამ რთულიაო. ჯეიმს რინკი ამბობს, რომ კიდევ ამ ტექნოლოგიებმა იმ მხრივ განვითარდაო, ესე იგი სწრაფად, რომ ის პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ამ ტექნოლოგიების გამოყენების პერიოდში, მოქმედებს სწრაფად, ძალიან სწრაფად. თუნდაც ვინმეს შეუყვანო. ხო, არის პრეპარატები, რომლებიც იწვევენ კომას, ორკვირიან კომას. და ეს პრეპარატები იძლევიან საშუალებას ადამიანს ჩაუტარდეს მანიპულირება იმის გარეშე, რომ მაგალითად არ იქნება საჭიროება ადამიანი მიამბა ლოგინსან, ვინმე ძალა გამოიყენო იმისთვის ადამიანი შეაკავონ, ხო? ადამიანი იყოფება დროებით კომაში და შენ რაც გინდა იმას გაუკეთებ. ხო, ადამიანს აგდებენ ასე ვთქვათ სტაზისში, ხელოვნურ სტაზისში და ის პერიოდი ორკვირიანი და თუ რამდენი ხანი უნდა ასაკობრივი რეგრესიის პერიოდს ის გადის კომატოზურ მდგომარეობაში და პრობლემას არ ქმნის. აგერ ახლა მე თქვენ ლოგინებს განახებთ, აგერ ქვევით აი ეს თუ ჩანს კარგად და ხატულია, მაგრამ მაინც წარმოდგენა გექნებათ. მოდით ახლა მოვყვეთ უილიამ ტოპკინსი, ამბობს ჯეს რინკი, ის იყო ავიაკონსტრუქტორი, ხო? მე მაქვს ზოგი ვიდეოები დადებული უილიამ ტოპკინსი რომ იძლევა ინტერვიუს გადათარგმნილი უფრო სწორად. და უილიამ ტოპკინსი მუშაობდა კომპანია დუგლას ემკრატში 1960-იან წლებშიო. და უილიამ ტოპკინსი ამტკიცებდა, რომ იყო პირადი მოწმეო სინათლის ტექნოლოგიის გადაცემაში და მოდული აპოლონ 11-ის დაშვებაზე, რომლის დაშვების დროს ანახებენ უცხო პლანეტელებს თვალესზე. და ის ნახატი, რომელიც მე თქვენ ახლა გაჩვენეთ, მოიცათ კიდევ გაჩვენებთ. ეს ნახა მან, აი ეს ლოგინები კი არ არის. ეს ნახა მან თვალესზე, ეს ნახატი. ნახეთ, დააკვირდით. რა, მე ლოგინი მეკონა. უფრო ჩამოგავს კოსმოსურ ხომალდებს, ხო? ხო, ეს ტექნიკა იყო თვალესზე. მე ლოგინები მეკონა რატომღაც. ხო, და ჯეიმს რინკი ამბობს, რომ ამ ტექნოლოგიების დახმარებით, რომელიც იმ დროს იყო, ასაკს ისე გიცლინენო, მაგალითად მამაკაცებს აძლევდნენო ნებისმიერი ასაკიდან გამომდინარე, რომ ყოფილიყავი 60 წლის, მაგალითად ყოფილიყო მამაკაცი, მას მისცემდნენ 30 წლამდე ასაკს. თუ ქალია 25 წლამდე მისცემდნენ ასაკს. ამავე ამბობს პენიბრელიც. ჩვენ სულ გვაძლევდნენო ასაკს ახალგაზრდულს, თან ცოტა ფიგურასაც გვიფქნიდნენო, რომ მამაკაცებისთვის ყოფილიყავითო მიმზიდველი. ხო, მაგრამ თვით უილიამ ტოპკინს არ ქონდა ცნობა ამ პრეპარატის გახალგაზრდების პრეპარატის მიმართ და ის მოხდა 2017 წელს. ილიანა ამბობს, ეს ვეზდალი ოტები, ეს ყოფილა ვეზდალი ოტები კოსმოსური ისა
მოფრინავე აპარატები, ტომოგავკები, ტომოგავკა. ეს ყოფილა ტომოგავკა. ამბობს ილიანა. და ამ აპარატებს შეუძლიათო სიჩქარის განვითარება, რომელიც უდრისო, უბრალოდ აჭარბებსო სინათლის სისწრაფეს. იმდენამდე შეუძლიათ სიჩქარის განვითარება. სინათლეზე სიჩქარეზე მეტი. მოდით ახლა მე შევჩერდები. ეს იმხელა დიდი ვიდეო ყოფილა. მოდით ახლა მე შევჩერდები ამაზე. ხო ეს იქნება მეორე ნაწილი. მე ვწუხდეთ. მე მგონი ეს მომიწევს კიდევ რამდენიმე დღე ამის ჩაწერა. ნახეთ, გაჩვენებთ ახლა მე ჯერსა და ვიცადეთ, შეხედეთ, ეს წითელი ხაზი, ეს ის რაოდენობა რაც მე ჩავწერე. თან თითქმის ყველაფერი გადავთარგმნე. ამიტომ აქ შევჩერდები დროებით.